გურჯაანის საკრებულოში მორიგის ხდომა გაიმართა დღის წესრიგში სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს მთავარი საფინანსო დოკუმენტის ერთ-ერთ დადგენილებაში შესატანის ცვლილებები. მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის განმარტებით შესწორებული ვარიანტი შეეხებოდა სოფლების, გურჯაანისა და კალაურის საჯარო სკოლების ეგრეთ წოდებული სპეცკაბინეტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვის დაფინანსებას. ბიუჯეტის მეოთხე ცვლილებაში განხორციელდა სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, 5 სკოლაში განხორციელდება ეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე 2 სკოლაში, სოფელ გურჯაანსა და კალაურის სკოლაში სპეცოთახების მოწყობისათვის გამოიყო 400.000. ასევე გამოვიდა განკარგულება 1955 განკარგულებში რეგიონალურ განვითარების ფონდისათვის დაემატა 3 მილიონი, ეს იქნება ადგილობრივად გამოცხადებული ტენდერები, თაყაიშვილი, სანაპირო, კარდენახი და ველისციხის გზების სამუშაოებისათვის და გამოიყო განკარგულება 12.07, რომლითაც განხორციელდება მოქალაქეთა ჩართულობით სოფლებში და ქალაქათაც სხვადასხვა სამუშაოების წარმოება 452.000 არის რეგიონალურით განვითარებით გამოყოფილი თანხები, ადგილობრივით შევსება ხდება 300.000, სულ 752.000 გავხარჯავთ ამ მოხელში.